გააქვთ აპლიკაცია, რომელსაც მუდმივად იყენებთ? რა მოხდებოდა ეს აპლიკაცია ადამიანად რომ ქცეულიყო? გადავწყვიტეთ, რომ ეს ვიდეო ამ თემაზე გადაგვეღო, ასე რომ მისიამოვნეთ მისი ყურებით. სად ვარ? ეს მე ვარ? მე ლუჯი ვარ. ო, კი. ჰეი, აქ რას თამაშობ? ეს პირველი თამაშია, რომელიც შეგხვდა. ან Minecraft-ი უნდა ითამაშოთ, ან არაფერი. ბოდიში Minecraft. ამას აღარ გავაკეთებთ. ჯობია რომ გარეთ გავიდეთ. გარეთ? რატო? სახლში კარგად ვართ. შეგიძლიათ იქ ააშენოთ, შეაგროვოთ რესურსები და შეისწავლოთ ტერიტორია. მასტური არ არის. ვერ გავიგე, რა შეიძლება იყოს უფრო საინტერესო? შეგიძლიათ დამოუკიდებლად წახვიდე. მაშინ მე წავალ. ჯინი, მინდოდა რაღაც მეჩვენებინა შენთვის. შეხედე, მშობლებმა მაჩუქეს. ვაუ, რა ლამაზი ბეჭედია. მშობლებმა ეს კარგი ქულების გამო მაჩუქეს. მე მიხარია შენს გამო. აქ ნამდვილი ბრილიანტების ყია. იქ ბრილიანტებიო? კარგი, მე ამელკას ბრილიანტის ბეჭედი აქვს, წარმოიდგინე. ბრილიანტის ბეჭედი? მომეცი აქ. რას აკეთებ? იცი რისი დამზადება შეგიძლია ბრილიანტებისგან? არა. ბრილიანტების ჯავშნის ან ხმლის 5 ასეთი ბრილიანტი გჭირდება და შეგიძლიათ ნამდვილი ბრილიანტის ჩაფხუტი დაამზადოთ. ისინი პატარები არიან. როგორ შეიძლება მათგან ჩაფხუტის გაკეთება? შენ არაფერი გესმის, ჯინი. რატომ გჭირდება ჩაფხუტი? მონსტრებისგან თავისთასაც ავად. მოიცა, როგორი მონსტრები? მალე საღამო დადგება და თავად ნახავ. სხვათა შორის სად არის თქვენი ჩირაღდნები? ჩირაღდნები არ გვაქვს. რა? ჩირაღდნები არც კი შეგიქმნია? როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას? ჩვენ არ გვჭირდება ეს ჩირაღდნები. შეწყვიტეთ ლაპარაკი, სად გაქვთ ნახშირი და ჯოხები? გარეთ გაიხედე. Minecraft-ი ცოტა უცნაურია. მას უბრალოდ თავისი წესები აქვს. გოგოებო, მალე დაღამდება. სად არის თქვენი ჩირაღდნები? მერე რა? რა იყო ეს? გაიქეცით. კარგი, ვერ გადავწყვეტე რომელი ფილტრი ავირჩიო. ფოტო ედიტორო, იქნებ მითხრა. არა, ამოიღე ეს ფილტრი. არ მომწონს. ამაოდ, ეს კარგი ფილტრი იყო. ჯინი, რას აკეთებ აქ? ფოტოს ვარედაქტირებ გამოსაქვეყნებლად. შეგიძლია უბრალოდ გამოაქვეყნო ისე, როგორც არის. რა? რედაქტირების გარეშე ვერაფერს ვერ გამოვაქვეყნებ. შეხედე, იდეალური ფოტოა, არანაირი დეფექტი. აქეთ მომეცი. ჩემი აზრით ასე ბევრად უკეთესია. მართლა? აქ გოგოს გავარ, წაშალე ახალე. გავიგე, მომეცი. ეს ფოტო ედიტორი საერთოდ ვერაფერს ხდება. მოიცა, ლეო, მას უბრალოდ უნდა რომ კარგად გააკეთოს, მაგრამ ყოველთვის არ ესმის თუ რა გვინდა. ზადა, აუცილებლად მოგეწონება. ო, ეს მე ვარ, ძალიან მგავს. ეს უკვე ზედმეტია. ეს საერთოდ არ გგავს. ძალიან მგავს. კი, თითქმის ასლია. ხო, ფოტო ედიტორო? მე ბევრი საერთოდ არაფერი შემიძლია. გამოაქვეყნე, ყველა მაშინოდ აქცინებს. სხვათა შორის ჯინი, შენი ფოტოც აქ დავარედაქტირე. ეს ჯინი საერთოდ არ არის, არამედ რაღაც ბელა ჰადიდივით არის. ო, არა მგონია რომ დიდი სხვაობა იყოს. შეხედე ამას, ეს სრულიად განსხვავებული სახეა. კარგი, საერთოდ რა გესმის? ვერავინ შეამჩნევს რომ რედაქტირებას იყენებ. ჯინი, მართალია. ეს სრული ტყუილია. თუ ასეთ გოგოს ინტერნეტში შეხვდები, რეალურ ცხოვრებაში საერთოდ ვერ ვიცნობ. და ვინ გიცნობს ამ ფოტოსურათიდან, სადაც სპორტსმენი ხარ? მაშინ საერთოდ უარი ვთქვათ ფოტო ედიტორზე. არა, მე მზად არ ვარ რომ დავთმო. მეც, მაშინ მოდი, ერთად გამოვაქვეყნოთ. უბრალოდ არავის უთხრა რომ რედაქტირებულია. შენც, გეთანხმები. გემრიელად მიირთვი. მადლობა, შენც ასევე. გაჩერდი. მოიცა. უკვე ჭამ? ინსტაგრამო რა მოხდა? სურათის გადაღებაზე რა სიტყვი? არაფერია, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი საჭმელია. გამომწერებს ძალიან აინტერესებს რას ჭამ. ახლა გამოვაქვეყნებთ. რომელი ფილტრი უნდა ავირჩიო? ნებისმიერი გამოდგება. ეს უბრალოდ საჭმელია. ეს მნიშვნელოვანია. ვერ ხვდები რომ ფილტრი განწყობას გადმოცემს? ხასიათზე არ ვარ, იმიტომ რომ ჭამაში მიშლი ხელს. კარგი. ფილტრს თავად აღიზებ. წარმოგიდგენია? ინგლისურის ტესტში შესანიშნავი ქულა მივიღე. გილოცავ ამელკა.
და შენ ჩუმად იყავი. ეს კარგი სიახლეა. რა? ამის შესახებ ჩვენს გამომწერებს უნდა ვუთხრათ. აუცილებელი არ არის. ეს აუცილებელია. საჭიროა გამოკითხვის ჩატარება. ინგლისური გიყვართ? კი თუ არა? სისულელეა. სხვათა შორის, ლეო, კარგი. შენ სურათს ძალიან ცოტა ლაიქი აქვს. მხოლოდ 4 არის. ეს ისეთი კატასტროფაა. და ეს არ მაინტერესებს. როგორ არ გაინტერესებს? ლაიქები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ინსტაგრამო, კარგი, გონიცდები, მოგვიანებით ნახავთ. ახლა დროა ახალი სურათი გამოაქვეყნო. გადაიღე სურათი. ასე აპირებს სურათის გადაღებას? რა მოხდა მერე? იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. წავიდეთ. მიდი ამილკა დადექი. კარგი, იდეალური ფერი უნდა ავირჩიო. ო, იდეალურია. მოიცა, კარგი ამელკა. მაკიაჟისა და ვარცხილობის განსწორება გჭირდება. სინამდვილეში ჭამა მინდოდა. შეგიძლია მოგვიანებით ჭამო, როცა ბევრ ლაიქს დააგროვებ. კარგი, მაკიაჟს გავიკეთებ. კარგი, და არ დაგავიწყდეს, რომ სუფთა გოგოს ესთეტიკა ახლა მოდაშია. რა კოშმარია და მეტი? ასევე გამოიცვალეთ ასაცმელი. ეს სვიტერი ტრენდში არ არის. ეს კატები არატრენდულია. კატები სინამდვილეში ტრენდულია. მაგარია. მიდი ამილკა დადექი. გაიგიმე. სრულიად შეპყრობილი არიან თავისი ინსტაგრამით. ეს სურათი საერთოდ არ მომწონს. წადი და დასასველი გამოიცვალე. კატები მოდაშია. შენ თვითონ ვერაფერს ხვდები უკვე. სანამ ამილკა დასასვლის გამოსაცვლელად წავა, მე და შენ სტორებს არ ვნახავთ. მინდა სტორების შექმნა. მოიცა, თუ კონტენტს არ შექმნი, შენ არავინ დაგაფოლოვებს. დღეში 10 ჯერ იღებ სურათებს. ეს ნორმალური არ არის. სხვათა შორის ახალ კაფეში მივდივარ. ვეთანხმები, ჭამა ყოველთვის სიამოვნებით მიხარია. უბრალოდ გაიფალისწინეთ, რომ იქ საჭმელი საშინელია. კარგი, და მაშინ რატომ მივდივართ იქ? იქ მდებარე ადგილები ძალიან ლამაზია. აუცილებლად გადავიღებთ სურათებს. ფოტოების გარდა სხვა რამე გაინტერესებს? კი, სხვათა შორის კიდე ჩემთან ერთად. rilsების გადაღება? კარგი, ლეო, მოდი ვიდეო გადავიღოთ. დამანებე თავი. კარგი, სულელებო. აი შეხედე, რა ვიყიდე. მაგარია. რა გაქვს აქ? ახლა ხან დავბრუნდით მაღაზიიდან. ჩვენ ვიყიდეთ თელი კონტეინერი და ყველაფრის შეფუთვა. შეხედე ამ ყველაფერს. იცოდი რომ ლიმიტს გადააჭარბე? რა ლიმიტი? $100-ზე მეტი არ უნდა გადაგეხადა და აქ $200 ღირებულების საქონელია. ხარჯავთ იმდენს, რამდენიც გვინდა. ზოგადად მალე დღესასწაულია და ნივთების ყიდვა გჭირდება. შეგეძლო მის გარეშეც გეცხოვრა და ამის გარეშეც. ასე რომ იცხოვრე და მე მჭირდება. კარგი, ეს წვრილმანია. შეთქვიტე ჩვენი ფულის დატვა. მე ბანკი ვარ, სხვანაირად არ შემიძლია. მაშინ კი რაიმე სასარგებლო დააკეთე. კარგი, მომბეზრდა ეს ბანკი. გამუდმებით თავისი საზღვრობით იჩენს თავს. ზოგჯერ მისი მოსმენა უკეთესია. დამიჯერე ეს ასია. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ფულის გარეშე დარჩები. მაგრამ მალე წესასწაულები მოდის. კარგი, ეს 1-1000. ასე რომ და ეს 1-500. ბანკო, აქ რასაკეთებ? გადავწყვიტე არასაჭირო ნივთების გაყიდვა დამეწყო თქვენი ხარჯების დასაფარად. არასაჭირო ნივთები? მოიცა, ფიქრობ რომ ეს არასაჭირო რაღაცა არის? კარამელის ფორმის ფილფიდა. ჩემი ფორმის არის, იცი? ჯობია ფული ანგარიშზე იყოს, ვიდრე რაღაც ხარახულად მე გქონდეს. ფრიკონს გავხარ. ოქროთი სავსე ქოთან ზეზის. შენს ფუნთუშას რაღაცეები დავამატე, არ დაგავიწყდეს მისი უკან დაბრუნება. შენ ყოველთვის რაღაცა სატონ წერ? 30 თეთრი ვალი დამიწერე? სერიოზულად? შეხედე, მას ყველა შენაძენი აქვს ჩამოწერილი. პაკეტების შეძენაც კი წერია. კი, ფულს უყვარს ანგარიში, შენ არაფერი გესმის. ფულს უნდა მიაქციო ყურადღება, მაგრამ არც ხარბი უნდა იყო. ხახვის შემდეგ კბილები უნდა გავიხეხო. ერთი წუთი მოიცადე, თოკა-ბოკა, კბილებს გავიხეხავ და მერე ვისაუბროთ. იმიტომ მოვედი, რომ კბილებს მოსაწყენად იხეხავ. კბილების არა მოსაწყენად ხეხო შეიძლება? შეგიძლია შედედებული რძე და მურაბა გამოიყენო. შენ დამაფიქრე ამაზე. ჩვეულებრივი ცხოვრება მოსაწყენია. შენ უნდა დაამატო კრეატიულობა. კარგი, იქნებ მართალი ხარ. კარგი. 114 კვადრატული ფესვი? თოკა-ბოკა, რასაკეთებ? ეს ჩემი გაკვეთილებია. გაკვეთილები, ისინი მოსაწყენია. მათ არ აქვთ საკმარისი ფერები. შენ ეს ჩემ მასწავლებლებს უთხარი. შენს მასწავლებას უზარმაზარი პოსტერი დავუხატოთ. მას ეს არ მოეწონება.
ლეო, რატომ ყვირი? ტოკაბოკამ ჩემი რვეული გააფუჭა. შეხედე. დიდი ამბავი არ არის. უთხარი რომ უმცროსმა ძმამ ყველაფერი აურია და მასწავლებელი არაფერს არ ეთქვის. ვაუ, ჯინი, რა ჭმიანი ხარ? კი, კარგი, მეჩქარება. მეგობრებს უნდა შევხვდე. შენ მიდიხარ? ასე? კი, რა მოხდა? კარგი. უბრალოდ ნორმალურად გამოიყურები. შენს იმიჯს ნათელი ელემენტები უნდა დაამატო. ხოლო იმ პირობით რომ სწრაფად გააკეთებ, მე მაგარი იმიჯის შექმნის ოსტატი ვარ. აბა, შეხედე შენს სათვალეებს. ძალიან მაგარი არის. არ მომწონს. სხვაებიც გვაქვს, აი, მაგალითად, არის ახალი წლის. ეს არ მომწონს, სინამდვილეში ეს ბოლო ვარიანტია. კარგი, ეს ყველაზე მაგარი სათვალეებია. შვენიერია, შესანიშნავია. კარგი. ყველაზე მაგარი ქუდი ამ ქალაქში, ამ სამყაროში, მილიარდში ერთი. ეს ძალიან გიხდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ჩანთა. იდეალურია, ზოგადად კრეატიულია. უფრო ლამაზი ვერც იქნებოდა. სხვათა შორის, შეგიძლია მოიციო შენი მეგობრები ჩვენთან. ჩვენ მას ნაყინის წვნიანს გავუკეთებთ. ნაყინის წვნიანი პირველად გავიგე მე ამის შესახებ. ჩემი გამოგონებაა. მაგარია. კარგი, არ ამბობნია ჩემს მეგობრებს მოეწონოთ. კარგი, მადლობა დახმარებისთვის. ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის. მოიცა, გარეთ მიდიხარ? ამინდო. კი, მალე წავალ. დასასწრის შეცვლა სჭირდება. არა, ამ იმიჯის შერჩევას 1 საათი დაუთმე. კარგი, გარეთ ცივი ამინდია. მერე რა? გარეთ არ ვიქნები. მანქანით წავალ. რა მოხდება თუ მანქანა სიცივისგან გაფუჭდება და ფეხით სიარული მოგიწევს? ის არ გაფუჭდება. ამილკა, გთხოვ, კიდევ ერთი სვიტრი ჩაიცვი. არა, ამინდო. ძალიან დამცხება. უნდა წავიდე. არა. მოიცა, არსად გაგიშვებ, სანამ ამინდის მიხედვით არ ჩაიცვამ. კარგი, რა ჩავისვა? კარგი, პირველ რიგში. ეს ჩაიცვი. ჩაიცვი. კარგი, აუცილებლად ამოვიწვევი ამაში. შემდეგ ეს. გამომართვი. აილე. სისათვალე, სერიოზულად? სადილის შემდეგ მზე გამოვა. კარგი, და ასევე ეს. შენნე უნდა დამიჯერო. კარგი, იქნებ ყურები გაგიცივდეს. ნახე. ეს უკვე საბავშვო ბაღია. და ეს. და კოლგა? კარგი, წვიმის ავადობა 2%-ია. 2%? ეს ნიშნავს, რომ არ იქნება. გულის ტოლი არ არის. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინო. თითქოს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გავიქეცი, მაგრამ შენ მზად ხარ ნებისმიერი ამინდისთვის და ჩაიცვი საწვიმარიც. ჰეი, გოგოებო. ჩვენ სინამდვილეში მედიტაციას ვაკეთებდით. შენი მედიტაცია მოსაწყენია. ჯობია მოусმინო რა ახალი თამაში მოვიფიქრე. კარგი, ყოველთვის რაღაცას იგონებ. სახალისო იქნება, პირდები. კარგი, გითხარი. მაგიდასთან გეპატიჟებით. ვინც უფრო სწრაფად აწყობს კოშკს, ჩემგან საჩუქარს მიიღებს, ასე რომ ეს შენთვისაა, ეს კი შენთვისაა. საჩუქარი? კარგი, ამით უნდა დაგეწყო. მაშასე, მზად ხართ? კარგი, წავიდეთ. მე მგონი ასე უნდა. დარწმუნებული არ ვარ. მარა, როგორ აშენებს ჯინი? არასწორია. რატომ? შენ ეს არ თქვი? კარგი. იქნებ ახლაც ჩავარდეს. ეს კიდევ უფრო სახალისოა. კარგი. მე მოვიგე. ჯინი მოიგო. ანუ უფრო მაღალი მაქვს, არა. შესანიშნავია, გამარჯვებულთან ერთად სათამაშო მოედანს ავაშენებთ. რომელი სათამაშო მოედანი? და ყველანაირი გამოწვევა, ლაბირინთები. გაჩერდი, სადაპირებ მათ აშენება? აქ, ამ ოთახში და მე უკვე მოვიფიქრე ეს. ლაბირინთები, ჭიქებისგან ლაბირინთს გავაკეთებთ. არა, წარმოგიდგენია რამდენი ჭიქა დაგჭირდება? და შემდეგ ისინი მთელ სახლში იქნებიან. კარგი, მაგრამ გავერთობით. მე წინააღმდეგი ვარ, როგორც მე მესმის, ნორმალური საჩუქარი არ იქნება. ჯინი, ახლა მედიტაცია უნდა დავიწყოთ და არა სულელური Roblox თამაშები. კარგი, ჩემი თამაშები სისულელეა? ნახოთ. აქ საუკეთესო სათამაშო მოედანს ავაშენებ. Roblox, კარგი, ტელევიზორთან რას აკეთებ?
მინდა ავიღო, მაწუხებს. რა არის ეს ყუთები? ნაგვიდან ამოიღე? არ მესმის, რატომ უნდა გადააგდო ისინი? მათგან იმდენი რამის შექმნა შეგიძლია. თოკაბოკას კარგი მეგობარი გავხდებოდი. ჩვენ უკვე მეგობრები ვართ, უბრალოდ ცოტა განსხვავებულები ვართ. Roblox, უნდა გესმოდეს, რომ სახლი არ არის ადგილი ყველაფრის აზრშენებლად. რა უნდა გავაკეთო? შეგვიძლია ვირტუალურ სამყაროში რამის შექმნა? კარგი, გავიგე, მაგრამ ჯერ აქ დაასუფთავე. გავიგე. სწრაფად მოვალ. კარგი რა, ისევ არ არის ტევადობა. ასე რომ, წაშალე რამე. ფოტოების წაშლას ვაპირებ. მოიცადე, არ წაშალო ისინი. ო, არა, ოღონდ ფოტოს აპლიკაცია არა. გამარჯობა, ფოტო, არ ინერვიულო, ხოლოდ არასაჭირო ფოტოებს წავშლი. ფოტოები არ შეიძლება იყოს ზედმეტი. აი, ყურსასვენების მოხსნისას შემთხვევით იატაკს სურათი გადაუღე. მერე რა, ასეთი შემთხვევითი ფოტოები თანამედროვე ხელოვნებას გავს. სინამდვილეში ნებისმიერი ფოტოს წაშლა შეიძლება. ფოტო განსაკუთრებული მომენტის დაფიქსირება. მაგარია, მაგრამ ტელეფონში ტევადობა მცირდება. ო, მსგავსი სურათები, შემიძლია მათი წაშლა და მხოლოდ ერთის დატოვება. ისინი არაფრით ყვანან ერთმანეთს. აქ თვალებს აჰაფხამემ. ჭრდილი, სხვა მხარესიც კარგი. ფოტოებს აშევეხები. კარგი. არინანებ სხვათა შორის, გინდა შენი ძველი ფოტოების სლაიდ-შოუს ყურება სევდიანი მუსიკით? არა, მადლობა. შეხედე, შენ და შენი შეყვარებული ხართ, ძალიან საყვარლები ხართ. სინამდვილეში ჩვენ დავშორდით. ო, ეს უხერხული იყო. საიდან გაჩნდა ეს სურათი? მინდა რომ წავშალო. არ მოგცემ უკლებას რომ წაშალო. ეს მოგონებაა, ეს ჩემი ტელეფონია, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. გოგოებო, გაჩერდით. ლეო, იცოდი რომ ზუსტად 1 წლის წინ ყინულის მოედანზე იყავი? როგორ გახსოვს ეს? სულ ეს იყო. ჩემს ტელეფონში აღარავინ აღარ არის ყოფილი შეყვარებული. რა ტრაგედია. მომენტი სამუდამოდ იკარგება. მე უნდა წავიდე და ვიტირო. ლეო, იქ ნუ წახვალ. კარგი, გამარჯობა ბავშვებო. ო, გამარჯობა ფაზლო. რატომ ზიხართ კომპიუტერთან? აბა რა ვაკეთოთ? სტალკერ 2-ს და თამაშობ. მე მას აქ თამაში ვეხმარები. ტვინის დაცაბო გჭირდებათ. ტვინები უკვე დაძაბულია. მეც ყოველთვის ვფიქრობ, ტვინით და მოდი შევამოწმოთ. შენ უპასუხეთ ჩემს კითხვებს და მე მარტო დაგტოვებ. კარგი. კარგი. ოთახში 4-ის გამიდგას და ყველა კუთხეში კატაა. თითოეული კატის მოპირდაპირედ კიდევ 3 კატაზის. რამდენი კატაა ოთახში? 4. სწორია, კარგი. მეორე გამოცანა, რაც უფრო მეტს იღებ, მისგან მით უფრო დიდი ხდება. რა არის? ხვრელი. კოჩაღ. ასე რომ, კარგი, მესამე გამოცანა. მე შენ გეპუტნი, მაგრამ სხვები შენზე უფრო ხშირად მიყენებენ. რა არის ეს? ეს სახელი. სწორია. კარგი, შეგიძლია კიდევ ერთი თავსატეხი გააკეთო? ფიქრი მეზარება. და მე მომეწონა. კარგი, მოდი კიდევ ერთი დავალება მაქვს თქვენთვის. წამოდით, გავიქცეთ. თქვენი ამოცანა ამ მასოებიდან 3 სიტყვის შედგენა. აი, გამომართვით. კარგი. იდეა მაქვს. მოდი, კარგი რა. ასოა. მომეცი ასო კ. კაბინა. ეს ერთი და კიდევ ზაღლი, ზუსტად. ძ ა ხლი ზაღლი. ხლი ძ ზაღლი. ზაღლი. კიდევ ერთი გააკეთეთ. 5. კარგი, მოდი. აქ მომეცი. 5. შესანიშნავია, თქვენი ტვინი მუშაობს. ჩემი საქმე შესრულებულია. ჩვენ მეტი ვიცით, ნაცნავი. ნაცნავი. მომეცი, ნაცნავი. და და წვენიც. წვენიც. მომეცი. წვენი. კარგი. და კიდევ ერთი სიტყვა ვთქვათ და მარტო დაგტოვებთ. მოიცადე, მოვიფიქრებთ. წვენი. ბასი. ასეთი სიტყვა არ არსებობს. რას გულისხმობთ? ეს არ არსებობს. გამოგონებაა? არა, მაგრამ არა. ბასი ვყავს. ბასი, ყოჩაღ და კიდევ რა? და მეტი რაღა გინდა. კრაზანა. კარგი, მოდი ბოლო გავაკეთოთ და მარტო დაგტოვებთ. და მხარე არა, არ გამოდგება? და რატომ გვერდით? გვერდიდან. თოკაბოკა. კარგი, გვერდით. აი, მეც მაქვს მხარე. ეს არის მხარე. ო, არა, ეს არ არის. ბოსი. კარგი, ერთი გვექნება. ბოსი. არც ისე მაგარია. ასოები ნახეთ? სიტყვები კომენტარებში დაწერეთ. აუცილებლად წავიკითხავთ მათ. ყველაზე საინტერესოს გამოვარჩევთ. ჰეი, კიტი. აა
გამარჯობა მეგობრებო, მომედი რომ შეგახსენოთ რომ სადღესასწაულო ფასტაკლებები გვაქვს. მაღაზია, ისევ შენ? ჩვენ არაფრის ყიდვას არ ვაპირებთ. არაფრის ყიდვას არ გაიძულებთ. უბრალოდ გადახედეთ რა ფასტაკლებები გვაქვს ახლა. ამელკა, შეხედე, ფასტაკლებაში არის შენი საყვარელი თმის ნიღაბი, 2-3-ის ფასად. იქნებ 3-2-ის ფასად? არა, ო, ეს ის ქუდია, რომელზეც ვოცნებობდი. 9% ფასდაკლება. უნდა გამოვიყენო. კარგი, დიდი ფასდაკლება არ არის. ამელკა, შეხედე, იქ ჩანთაა, ძალიან რომ გინდოდა, ფასდაკლება 90%-მდე არის. შეგიძლია ახლა ვაიყიდო მთელი 90%. სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე ღირს. ტყუილია და არა ფასდაკლება. ეს სიმართლე არაა, თუ ფასდაკლება წერია, უნდა დაიჯერო. შეხედე ამელკა, ძალიან მაგარი ფასდაკლებაა. თუ $1000 ვიყიდით, მაშინ ეს საყვარელი პატარა გასაღების რგოლი $1 საჩუქრად გამოვა. ჯინი, არ მოტყუდი ამ რეკლამით. არ შემიძლია. აქ იმდენი მაგარი რამე არის, განსაკუთრებით ფასდაკლებით. ყურადღება მიაქციე საშობაო კალენდარს. ბევრი ნაგავია, მაგრამ კარკუჩია. არა, მადლობა, არაფერს არ ავიღებ. კარგი. რა მოხდება თუ უფასო მიწოდებით იქნება? ამელკა, მოდი ფასდაკლებების დროს რამე მაინც ვიყიდოთ. კარგი, ცოტა მაინც. გირჩევ ეს მაიონეზი, ჩემი საყვარელი და ზეხვი ავიღოთ. სენდვიჩებს გავაკეთებთ. ახალი კეჩუპიც არის. ცხარე. კარგი, როგორ შეხს რაღაც შეცდომა? მოიცა, რატომ ვიყიდეთ ეს ყველაფერი? შემდეგ ჯერზე ყურადღება არ მიაქციო ამ ყველა შეტყობინებას. საციგურაო მოედანზე წავიდეთ. არ მინდა მოედანზე წასვლა. შორსაა, ჯობია, მოლში წავიდეთ. სინამდვილეში საციგურაო მოედანი 256 მეტრით უფრო ახლოსაა. მადლობა, ნავიგატორო. ნავიგატორო, გადი გარეთ, არავინ დავიძახა. შეგიძლია კაფეში წასვლა, თუმცა იქ მხოლოდ 3 ვარსკვლავია, მხოლოდ 12 წუთი და 34 წამი დაგჭირდება. კარგი, მხოლოდ 3 ვარსკვლავი. ასეთ კაფეებში მე არ დავდივარ. მაშინ კი შეგიძლია კინოში წახვიდე, თუმცა ავტობუსით 2 გადაჯდომა მოგიწევს. ავტობუსით გზავრობა არ მინდა. დღეს ქალაქში ნახატების გამოფენაა. რეიტინგი 5 ვარსკვლავია, მხოლოდ 8 წუთი და 56 წამი ჭირდება. კარგი, ეს გამოდგება. იმედია რამე სასაცილო მოხდება. ო, ლეო, გთხოვ, ნუ შემარცხვენ. აბა სად არის ჩემი ქუდი? ნავიგატორო არიცი? ქუდის მოსაზებნად მიხლევით ჩემს მითითებებს. გადადგი 3 ნაბიჯი წინ. ახლა მოუხვიე მარჯვნივ და გადადგი 4 ნაბიჯი წინ. წინ ვერ წავალ, აქ კედელია. კიდევ 2 ნაბიჯი გადადგი წინ. არ შემიძლია, თავად ნახავ. იქნებ კედლის დასანგრევად წერაქვი დაგჭირდებათ? ნავიგატორო, სად უნდა წავიდე შემდეგ? ნავიგატორო, ჰეი! კავშირი დაკარგულია. მესმის, შეცდომა დაუშვა. ნავიგატორის გარეშე ვიმუშავებთ. ჩვეულებრივი რუკა მაქვს. მოდი, სასეირნოდ ქუდის გარეშე წავიდეთ. მოდი, რამე მოვამზადოთ. იქნებ ჯობია რომ გამოვიძახოთ? ჰეი, კარგი, გინდა ნახო ღვეზელის რეცეპტი? YouTube-ო, ყურადღებას რო გვიფანტა. უბრალოდ დახმარება მინდა. კარგი, ღვეზელის რეცეპტი მაქვს. როგორც ჩანს, YouTube-ს დახმარება უნდა. ვიცი, მაგრამ როცა ვიყენებ, მუდმივად ყურადღება მეფანტება. კარგი, YouTube-ო, გვაჩვენე ღვეზელის რეცეპტი. სიამოვნებით. კარგი. აი, შეხედე. კარგი, გასაგებია. გვჭირდება კვერცხი, ქვილი და კარაკი. და მე გამოწვევას გთავაზობ. დახუჭული თვალებით გამოაცხე ღვეზელი. ამელკა, ეს უკვე სახალისოა. შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა და არხზე ატვირთვა. გონი შესანიშნავი იდეაა. არც კი ვიცი, ნება მომეცი, გადავიღო. წამოდი, ამელკა. კარგი. მზად ხარ? მზად ხარ ახლა? გადაღებას გავაგრძელებ. გამარჯობა ყველას. თქვენ ამელკა კარამელკას ახსე ხართ და დღეს ამელკა კარამელკა და ჩვენი მეგობარი, საყვარელი ლეო თქვენთან არიან. კარგი, დღეს კი მე და ლეო თვალდახუჭული ღვეზას მოვამზადებთ. პირველ რიგში, ცომი უნდა მოვამზადოთ. სინამდვილეში მე ვერაფერს ვხედავ. მეც, მიდით, ბავშვებო, ხო, რა არის ეს? მორჩა, ეს სისულელეა. YouTube-ზე ყველა გამოწვევის გამეორება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვცადეთ. არ მინდა ასეთი ვიდეოს გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშია. გასაგებია, იქნებ მაშინ შორტსებს უყუროთ? მოდი, მე შორტსების ყურება მიყვარს. არა, ჩვენი არხის ყურება უფრო მომწონს. მეგობრებო, როგორც YouTube-ის მომხმარებელი, გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი და კომენტარებში დაწერეთ, რომელი აპლიკაციის ნახვა გინდათ. და დააწყაპუნეთ, დააწყაპუნეთ ზარზე. და ნახვამდის ნახვამდის ყველას! ყველას!